რაც შეეხება ანტიქართულ ჯგუფებს ევროპის პარლამენტში, რომელიც ქართული ხალხის ცხის წინააღმდეგ მოქმედებენ. ამ დღეებში იყო საუბარი, რომ ისინი აპირებდნენ ამ რეზოლუციის განხილვამდე თუ განხილვებამდე გარკვეულ პერფორმანს, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტის შენობაში და გასაგები იყო, რომ აპირებდნენ სავარაუდოდ ზოგიერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის ფოტოებით დადგომას და ძალიან ველოდებოდი მე ამ პერფორმანსს წარმომედგინე უკვე ხა მათ ფანტაზია ძირითადად ასე ხომ რომ ფოტოებს ამობეჭდნენ დგანან და ითხოვენ და გვახსოვს ყველას სააკაშვილის გათავისუფლებას როგორ ითხოვდნენ ასეთი პერფორმანსის და ველოდებოდი მე ამ მომენტს და ვფიქრობდი რა როგორც კი დავინახავდი ამ ფოტოს რომელზეც იქნებოდა არ ვიცი მორიგ ჯორზე მოწოდება რომელიმე სისხლის სამართლის ფიგურანტის გათავისუფლებას დაკავშირებით ავიღებდი ამ ფოტოს, ავიღებდი ძველ ფოტოს, სადაც ფრიმი შეეწერათ, ერთად დავაწებებდი და დავდებდი Facebook-ზე. და რა ნახა ჩემმა თვალებმა არც კი დამჭირდა ეს. ნახე პერფორმანსი, სადაც პირდაპირ სააკაშვილი, მელია, ყველა ადამიანი მათ ერთად აქვთ ერთ ქვაბში ყავთ მოხარშული ეს ყველაფერი. აი ეს აჩვენებს საერთოდ ჯამში ვისთან გვაქვს საქმე. სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში. ეს არის სირცხვილი ევროპის, ეს არის სირცხვილი ბრიუსელის, როდესაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ პოლიტიკას ეთმობა, ანტიქართულ პოლიტიკას ეთმობა პლატფორმა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში. რაც შეეხება ალტერნატიულ პროექტს, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში, გვინდა ვიხილოთ საღი აზრი, გვინდა ვიხილოთ იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრზე და ელემენტარულ საბაზისო გაგებაზე საერთაშორისო სამართლისა და საერთოდ სამართლის პრინციპებისა მოქმედებენ. და კარგია რომ სულ უფრო მძლავრდება და ძლიერდება ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპარლამენტში, ზუსტად ასეთ ევროკავშირსკენ ვიყურებით ჩვენ და არა იმ ანტიქართული ჯგუფებისკენ, რომლებიც ებრძვიან საქართველოს და ცდილობენ საქართველოს ინსტრუმენტად გამოიყენონ საკუთარი რაღაც შიშების დასაძლევად. ასე რომ მისასალმებელია თუ კი ალტერნატიული აზრი სულ უფრო მეტად და მეტად ფეხს იკიდეს. ჩვენ ეს მოწოდებაც გვაქვს, ჩვენ ხედავთ ხა ჩვენ რასა იუკნევიჩეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია მისი სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან გადააყოლა მთელი ერი. ასე რომ ადამიანს აქედან გამოდიან მას ჩვენ ვერაფერს ვერ აუხსნით, ჩვენი ამოცანა ახლა არის რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვეძიოთ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ძლიერდებიან ახლა და მათ შორის ველაპარაკოთ მოქალაქეებს და ვაჩვენოთ თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება თუ ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი, რომ თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა მოთხოვონ პასუხი იმ ფულის ხარჯვაში, მათ შორის საქართველოში, რომელიც მიედინება პროპაგანდის, ძალადობის, სიძულვილის და ზიზღის დათესვაში საქართველოს საზოგადოებაში. ეს თავად ევროკავშირის მოქალაქეები უნდა შეძვან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს აუხსნათ ეს და რათა ისინი შემდეგ მივიდნენ თავის ინსტიტუციებში და მოთხოვონ პასუხი იმ მავნებლობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ ხანდახან.